ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯუმბერ კახიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს ინვესტორებს ბიზნესის უსაფრთხოების მეტი გარანტიები შეუქმნან და უცხოური კომპანიების დაინტერესებაზე იზრუნონ. განცხადება საკრებულოს წევრმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კახიძე აღნიშნავს, ინვესტორმა ჯერ კიდევ 2012 წელს ყოფილი გემთმშენებლის ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო, სამუშაოების წარმოებას კი ამ დრომდე ვერ იწყებს. კახიძე ვარაუდობს, რომ ბიზნესმენმა პროექტის განხორციელებაზე შესაძლოა უარი თქვას, რადგანაც პირველი პროექტი გოგოლიძის ქუჩაზე მოწყობილი ახალი ავტოსადგური ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა. შეგახსენებთ, რომ აჭარისა და საქართველოს მთავრობის წევრებმა ახალ ბულვარში ყოფილი გემთმშენებლის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საძირკველი 2 დღის წინ ჩაუყარეს. აღნიშნულ ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმებული იყო წინა ხელისუფლების მიერ 2012 წლის მარტში, მაგრამ ინვესტორის შეჩერება ჩვენი აზრით გამოიწვია იმან, რომ ინვესტორს განხორციელებული აქვს ინვესტიცია ავტოსადგურის სახით გოგოლის ქუჩაზე, მაგრამ ეს კიდევ ერთი უნარობის გამოვლინება ამ ხელისუფლების, რომ ვერ შეძლო დღემდე ავტობუსების სადგურის გადატანა თანამედროვე ნორმალური ტიპის ავტოსადგურში. 2 წელიწადია მეტი დაკონსერვებული აღნიშნული მშენებლობა, ინვესტორს ჩვენი აზრით ხელი შეუშალა აი ამ ინვესტიციის განხორციელებაში. მოთხოვნა ყოველთვის ერთი იყო და არის, რომ ძალიან ფრთხილები უნდა იყოთ ინვესტორების და ინვესტიციის მიმართ.